გადავცემა ჩვენს მეგობრებს, გორელებს, რომლებმაც მომიწვიეს, რომ აქ საჯარო ბიბლიოთეკაში იყოს და ყველას ჰქონდეს საშუალება რომ გაეცნოს. ჩამოყალიბებული და ასეთია. მხოლოდ ქართული გზა. ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. მე პოლიციამ თუ ვიღაცა მომკითხել და გამამაგდეს რა ვიცი. თავში ესე ხო ესე მიქნეს. ეგ ვითხავთ. ეგ არ ჩაგარ. რა ვინ იყო? რა მობილური იყო, რა იყო, თუ რა იყო, ჩამარხეს. თქვენ შემოგდებული თრალი რომელიც აურია იქაურება და მაგითო რა გამოიყვანე გარეთ. ხო მაგრამ ცემა ეგ არ არის ცემა არ მიცემია გაზეთი უბრალოდ ცემა 7 ნოემბერს ვაკეთებ ნაციონალური აი 7 ნოემბერს დაშალეს ისა იყო ცემა და დღება და მკვლელობები კარგით როგორ გმაყოფილი ხართ ამ შეხვედრის დღევანდელი დღით არც ისე გმაყოფილი არ ვარ მაინც მაგრამ ამ ეტაპზე პირველ იმაზე არ აუშავდა 11 წლის წინ 2008 წლის დროს როდესაც გორი შიდა ქართლი იყო ომის ეპიცენტრი და ყოველივე ეს რუსეთისგან მოხდა 200 წლის მანძილზე მოძმე ვითომ ერმა რომელმაც ეკლესიები გაგვიქეთა და ფრესკები გაგვიქუჭა ეს არის მოძმეობა აი გული წივა ზუსტად რომ თქვენ ახალგაზრდობას არ შეგვიძლია ასე ერთიანად დგომა მადლობა თქვენ შეგიძლია ბომბები და შეგიძლია ტანკების ვაჟრო მაგრამ ჩვენ წმენს სიყვარულს სამხედროსადმი ამ დაგანებე ბოლომდე შეგებრძოლები ხანმიდანები აღგროლები შთამომავალდი არიან და ყველა დროის პატრიოტები ერთხელაც გამოვლენ მეწინააღმდეგ დონში ერთ-ერთ პიროვნებასთან რომელსაც უთხრეს რომ ამერიკას დავლები ჩამოვლენ და ამ პროექტთან დაკავშირებით რაც თქვენ გაქვთ დაწერილი იმაზე მოგატყუეს აღმოჩნდით რა რუსებთან აღმოჩნდით ხო დაახლოებით როგორ გიწევთ რატო დატოვა ხალხის ნაწილმა დარბაზი ნუ მაგას როგორ გეტყვით ახლა ინდივიდია და დატოვა ნუ და დატოვა ბევრმა თქვა რომ არ იცოდა სად მოდიოდა ელამ ძალიან კარგად იცოდა სადაც მოდიოდა მაგრამ ზოგს არ მოეწონა ახლა ზოგ აი დატოვეს რამოდენიმე აი პროვოკატორების გამო ნუ რომ ჩვენ კიდევ კარგად მოვიქეცით რომ იმათ მაგისი საშუალება მივეცით რამოდენიმე ადამიანი გამოვიდა და ანტირუსულად რო ისაუბრა ნუ გაუნათლებელი მაგრამ რა თქმა უნდა მე მგონი წარმოდგენა არ აქვს კონტინენტ რომელ კონტინენტზეა რუსეთი ისიც არ იციან არც რუსული ენა იციან აზერზე არ არიან რა არის რუსეთი რუსეთს აქვს თავისი ინტერესები რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და ის მოძრაობს ისე როგორც რუსებს სჭირდება და ჩვენ არ უნდა მოუშვათ მე ვარ ქართველი მე მინდა რომ საქართველო იყოს მთლიანი მე არ ვამართლებ იმას რაც გაკეთდა მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ რომ რატომ მივაღწიეთ ის რომ აი ასე მოხდა ჩვენ უნდა ეს შევაფასოთ და ჩვენ უნდა ახლა ვიძრუნოთ იმისათვის კი არა უძახოთ ჩვენ ოკუპანტი ხარ და მეტი არაფერი ჩვენ უნდა მაგენის აზრით გავასტოროთ ჩვენ უნდა რომ მაგენი თვითონ მიხდნენ რომ არ იყვნენ სტორი საქართველოს წინანდ რომ გააკეთეს ეგი მე არ ვამბობ რომ სტორი იყვნენ რომ აი იცნეს ეს ოსეთიც აფხაზეთიც მე არა მე ასე არ მიმაჩნია და მის ღმში არ მიმაჩნია მაგრამ მე ისიც მესმის რომ რუსებს გააკეთეს ის რაც არის რუსეთის ინტერესებში სამწუხაროდ ჩვენ ინტერესებში არ შედიოდა ეს არის ჩვენი ბრალი რომ ჩვენ დუღუშვით მაგი ჩვენ სულ ვიყავით რუსებთან ახლოს